სწორედ ამ ადგილას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩვენ ჟურნალისტები გორიდან ვიმყოფებოდით და ვაშუქებდით რუსულ აგრესიას. ეხლა ეს ბრძოლა გადავიდა ჰიბრიდულ რეჟიმში და ჩვენ უკვე ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, არა მხოლოდ გორში, არამედ მთლიანად ქვეყანაში, როგორ ხდება ამ ქვეყნის ოკუპაცია. მედია არის ერთადერთი ამ ეტაპზე თავისუფალი მედია, ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივ დონეზე და ასევე ცენტრალურ დონეზეც აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს არა მხოლოდ ადგილობრივი საჭიროებების შესახებ, არამედ კორუფციის, მათ შორის დეზინფორმაციის, მხილების და ასე შემდეგ მიმართულებით და სწორედ ამ თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობას ვხედავთ ახლა ჩვენ და ზუსტად მზია არის ამის სიმბოლო, რომელიც გამოგონილი აბსურდული სისულელე მიზეზის გამო ზის დღეს საპატიმროში და ყველა ჟურნალისტის სახე არის იმ ჟურნალისტების, რომლებიც არეგუებიან ამ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად და მინდა ყოველს შევახსენო, რომ ჩვენ ეს ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია, წლების განმავლობაში არაერთი ხელისუფლება ყოფილა ამისი ინიციატორი, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაეხშო, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია თავისუფალ სიტყვაზე დამოუკიდებელ მედიაზე და არც ეს პერიოდი არ იქნება გამონაკლისი. ჩვენ გამარჯვების იმედით ვართ აქ. და გვინდა რომ ჩვენ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველას მივაწვდინოთ ხმა თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს არის უსამართლობა და მზიას დაკავება არის თითოეულ ჟურნალისტზე, თითოეულ მედიაზე, ასე ვთქვათ, ხმამაღალი ნიშანი და მინიშნება იმის, რომ არ სურთ დღეს რეგიონული მედია საუბრობდეს ხმამაღლა, აშუქებდეს საზოგადოების პრობლემებს და ეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს. სინათლე არ უნდა ჩაქრეს, თუ სინათლე ჩაქრა და ამის დაშვება წარმოდგენაშიც არ მინდა, ფაქტობრივად მოქალაქეები რჩებიან ძალიან დიდი მხარდაჭერის გარეშე, მათი პრობლემები ვეღარ გაშუქდება და ვეღარავინ გაიგებს მათ რა პრობლემები აწუხებთ, მოგვარებაზე რომ აღარ ვისაუბროთ და ასე რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რომ ყოველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს ამ დევიზით გორის ცენტრში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლები ქუჩაში გამოვედით, ერთად შევიკრიბეთ და გორის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოსთან კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ, რომ ჩვენ მედიის წარმომადგენლები არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები და სოლიდარობას უცხადებთ ჩვენს კოლეგას დაკავებულს მზია ამაღლობელს, ქალს, რომელიც ციხეში ზის, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას აკრიტიკებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ოცნების მმართველობის ფორმას ამხელს და ასე შემდეგ. ასე ხდება რუსეთშიც, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ხელბორკილებს ადებენ, განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე რედაქციებს დოქრომს ადებენ და ასე შემდეგ. თუმცა მე ვეტყვი ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ გვინახავს სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობა, არსად არ მოუგიათ მათ მედიასთან ბრძოლა და ვერ მოიგებენ ვერც დღეს. სოლიდარობას უცხადე მზია ამაღლობელს, ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება, მე ყველაზე მეტად იმაზე ვღელავ, რომ მის ჯანმრთელობასაც ადგება, ასე იგი გამოუსწორებელი ზიანი. ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს ამ შემთხვევაში მხედველობის პრობლემა და რაღაცნაირად ეს ჩემზე ძალიან ისე მოქმედებს, როგორც მის კოლეგაზე. მე რაღაცნაირად იმედი მაქვს, რომ არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაცნაირად მზია გათავისუფლდება, გამოვა საპატიმროდან და ქართული დამოუკიდებელი მედია რაღაცნაირად დაუბრუნდება იმ რელსებს, რაზეც ის იდგა და